გამარჯობა მეგობრებო, როგორც დაგპირდით, ჩაგიწერთ ვიდეო საზამთროს ფორმირებაზე. Რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, თუმცა მე გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ მე და როგორ ვაპირებ, რომ წელსაც გავაკეთო. და დანარჩენი თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ისე როგორც თქვენ გინდათ. საზამთროს ფორმირება დამოკიდებულია იმაზე, თუ თქვენ როგორ კლიმატურ პირობებში ცხოვრობთ. თუ ბევრი მზე გაქვთ და გრძელი ზაფხული, იქ ფაქტიურად შეგიძლია არც იზრუნოთ ფორმირებაზე, მარტო ზედმეტი ნაყოფები შეაცალოთ, რომ რამდენი ცალი გინდათ რომ დატოვოთ და მაინც მოასწრებს დამწიფებას. თუმცა თუ გინდათ რომ ადრე დამწიფდეს ნაყოფი და მოასწროს და თუ მოკლე ზაფხულია თქვენთან, აუცილებლად უნდა ფორმირება. ეხლა ორი მეთოდი არის, ძირითადად ეხლა სადაც ძალიან მოკლე ზაფხული არის, ერთ ცენტრალურ ღეროს უტოვებენ და ამ ცენტრალურ ღეროზე მოიბავს 2-3 საზამთროს და ბოლო საზამთროდან კიდე 60 ფოთოლს დატოვებენ, წვერს წააწყვიტავენ და всё, დანარჩენს ყველაფერს აცლიან ხოლმე. მეორე ვარიანტი არის ცენტრალურ ღეროს ტოვებენ, დამატებით ერთ ნამხრევს ტოვებენ, მაგრამ ამ ნამხრევს აღარ უნარჩუნებენ ნამხრევებს და ნაყოფებს, მარტო ფოტოსინთეზისთვის ტოვებენ და ამ ცენტრალურ ღეროზე, როგორც გითხარით, ტოვებენ 3 ნაყოფს დაახლოებით და წვერს აწყვეტავენ მერე და ნამხრევებსაც დროდადრო აწყვეტავენ. ნაყოფის შეცვლაც აუცილებელია, ხა 10-15 წელი თუ მოისხა ვერ დაამწიფებს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ესეთი რაღაცა, რომ საზამთრო ხშირად ესე იზრდება და 5 სანტიმეტრის რო გახდება, შეიძლება მოიშოროს ნაყოფი რა. ამიტომ უნდა დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ნაყოფი არის უკვე დარჩენილი, თქვენთან მუდმივია და მერე შეაცალოთ ზედმეტები. ანუ 10 სანტიმეტრი რო გაიზრდება დაახლოებით, აი ამ ხელა რო იქნება საზამთრო, იმას აღარ იშორებს საზამთრო და ესე იგი ის იქნება მუდმივად რა. ხო, ეხლა მე როგორ ვაპირებ, რომ ვაფორმირო. ეხლა შეხედეთ. მე ვაპირებ, რომ თითო ძირს მოვასხმევინო დაახლოებით 5 საზამთრო. ამისათვის მე დავუტოვებ 5 ნამხრევს, ცენტრალური ღეროს და 5 ნამხრევს. აი ერთი მოდის აგერ. თუ ხედავთ, მეორე აი აგერ და კიდე წამოვა ნამხრევები, სადაც წამოვა და დავტოვებ 5 ცალ ნამხრევს და თითო ნამხრევზე დავტოვებ ერთ საზამთროს და საზამთროს შემდეგ 3 ფოთლის შემდეგ, 3-4 ფოთლის შემდეგ წავაწყვიტავ წვერს. დანარჩენ ყველა ნამხრევებს ყველას შევაცლი და დანარჩენ საზამთროებსაც ყველას შევაცლი. ძალიან რთულია ეხლა გაჩვენოთ ამ წუთას, ვინაიდან ჯერ საზამთრო პატარა არის. ნებისმიერი ნამხრევის შეცვლა საზამთროზე უნდა მოხდეს თბილ ამინდში, სიცხეში, ასე რომ ვთქვათ. და ბასრი ინსტრუმენტით ეს ყველა მცენარეს ეხება, პამინდორსაც ეხება, მაგრამ საზამთრომ ხშირად იცის ხოლმე ესე დალპობა ძალიან მალე რა, უფრო სენსიტიური არის საზამთრო ნესვი და მისნაირი კულტურები. ხო, აი ასე უნდა საზამთროს ფორმირება. იგივენაირად შეგიძლიათ აფორმიროთ გოგრაც. აბსოლუტურად იგივენაირად, რამდენი გოგრის შენარჩუნებასაც აპირებთ, იმდენი ნამხრევი დაუტოვოთ და თითო ნამხრევზე თითო გოგრა და გოგრის შემდეგ წააწყვიტოთ 3-4 ფოთლის შემდეგ წვერი. დანარჩენი ნამხრევები შეაცალოთ, დანარჩენი ნაყოფები შეაცალოთ. მე დრო და დრო როცა გაიზრდება ჩემი საზამთრო, რამდენი ხანი მოურწყავი იყო და ამ ხელაა ჯერჯერობით ჩემთან რა. უფრო და უფრო გაჩვენებთ უკვე რეალურად როგორ გამოიყურება ეს. თუმცა მე მგონი მარტივი მისახვედრია ის თუ რასაც გიხსნით და საერთოდ არ არის რთული ამის გაკეთება რა. კიდე ერთხელ გავიმეოროთ. ტოვებთ ერთ ღეროს, 3 საზამთროს, დანარჩენს ყველაფერს აცლით და ბოლო საზამთროდან 3-4 ფოთლის შემდეგ აწყვიტავთ წვერს. ყველა ნამხრევს დანარჩენს აცლით. მეორე ვარიანტი, ერთ ღეროს, ერთ ნამხრევს, ნამხრევზე არაფერნაირი ნაყოფი, მხოლოდ ფოტოსინთეზისთვის, არანაირი ნამხრევი ნამხრევზე. ანუ ნამხრევი არის აი ეს იღლიაში რომ მოაქვს. ხო, და დანარჩენი იგივენაირად ახერხ. და ჩემი ვარიანტი, ეხლა მე როგორც უნდა გავაკეთო წელს, ტოვებთ იმდენ ნამხრევს, რამდენი საზამთროც გინდათ რომ დაამწიფოთ, ერთ ძირზე და ყოველი საზამთროს შემდეგ 3-4 ფოთლის შემდეგ აწყვიტავთ წვერს. ერთი საზამთროს დამწიფებას, რომ შაქარი აიღოს საზამთრო, ყოფნის 5-6 ფოთოლი ფოტოსინთეზისთვის, მისთვის საკმარისი არის რეალურად რა. ხო, ამიტომ ბევრი ნამხრევები და ის არ ჭირდება რა. ფოტოსინთეზის სხვათა შორის საზამთროს კანიდანაც მიმდინარეობს, რო იცოდეთ. ხო, აი ასე შემოკარგებო. დრო და დრო მერე გაჩვენებთ რა. რაც შეეხება კვებას, სანამ საზამთრო მწიფობას დაიწყებს,
ბალახის ნაყენი შეგიძლიათ მიცეთ რეგულარულად, ხანდახან ნაცრის ნაყენიც, ხა ბალახის ნაყენი ანუ ეს ნიშნავს, რომ აზოტოვანი კვება, ნაცრის ნაყენი მიკროელემენტები და კალციუმი, კალიუმი ამონაცვლეოდ ერთმანეთს. ეხლა ვისაც რა გაქვთ იმის დამიხედვით. დამუშავებას რაც შეეხება დაავადებებზე, შრატის ნაყენი მუშაობს იდეალურად საზამთროს ფაქტიურად ყველა დაავადებაზე. კარგი, მე წავედი და გავაგზავნე ეხლა ჩემი საქმიანობა. მე ჯერ არაფერს არ ვაწყვეტავ, ველოდები ნამხრევებს, ცოტა ჩამოყალიბდეს კარგად, რომ 4-5 კარგი ნამხრევი რო იქნება, აი მე უკვე დავიწყებ ფორმირებას.